13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დიდებულ და ყოვლადქებულ 12 მოციქულს მოიხსენიებს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი 12 მოციქულის სახელზე ააგებული. ამიტომაც ეს დღესასწაული აქ განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა. მათი ლოცვით, მათი შუამდგომლობით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, ღმერთმა გაშოროთ ყოველი მტერი. წმინდა მოციქულები იყვნენ ღვთისაგან მოწოდებული და სწერია სახარებაში, რომ უფალმა მისცა მათ მადლი უძლურთა კურნებისა, ბოროტი ძალისაგან განთავისუფლებისა და მრავალი სხვა. ასევე გვაძლევს ჩვენ მადლსა, მაგრამ ჩვენ უნდა შევიტკბოთ, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ის მადლი არის ძალა ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკურნალთა აღმოსებელი. ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც ხდებოდა კურთხევა მეფეთა, სადაც ხდება დღესაც კურთხევა პატრიარქების, კურთხევა მღვდელმთავრების. მრავალი ადამიანის ცრემლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში. შეგეწიოთ უფალი, შეგეწიოთ წმინდა 12 მოციქულის მადლი და ძალა. ჩვენთან არს ღმერთი. პეტრე პავლუპის დღესასწაულის მეორე დღეს აღინიშნება 12 მოციქულის ხსენების დღე. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელობისაა. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღასრულებს საზეიმო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. გილოცავთ სვეტიცხოვლობას 12 მოციქულის ხსენების დღეს და 12 მოციქულის როცა შეგვეციოს და გვფარავდეს. სულითა და გულით მინდა ქართველ ერს მიულოცე ეს უდიდესი დღესასწაული. ეს პირველ რიგში 12 მოციქულის დღეა, ამხელა დღესასწაულია, თან ტაძრის დღესასწაულიც არის სვეტიცხოვლის და ღმერთმა გააძლიეროს ჩვენიერი. კრება წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა 12 მოციქულთა პეტრესი, ძმისამისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისამისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისასი, თადეოზისა, სიმონ მოშურნესი და მატათასი. უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. საეკლესიო კალენდრის მიხედვით მაცხოვრის თითოეული მოწაფი ზღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღეებია დაწესებული. თუმცა პეტრე პავლუპის მომდევნო დღეს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. ცნობები ამ დღესასწაულის შესახებ მე-4 საუკუნიდან მოიპოვება. წმინდა მოციქულებმა მაცხოვრის დავალებით უამრავი ქვეყანა მოიარეს. ისინი ადამიანებს ქრისტეს რჯოლს უქადაგებდნენ. პირველი ტაძრები სწორედ მათ სახელზე იგებოდა. წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით მცხეთაში პირველი ეკლესიაც 12 მოციქულის სახელზე აშენდა. სამმა მათგანმა, წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, წმინდა სვიმონ კანანელმა და წმინდა მატათამ ქრისტეს რჯული საქართველოში იქადაგეს. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში რიგით 44 საყოველთაო ნათლობა შედგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლულთა რიცხვს 700-ზე მეტი ბავშვი შეემატა. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავრისგან პატარებს ნათლობის ჯვრები და მოწმობები გადაეცათ. ბავშვები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში კათოლიკოს პატრიარქი მიბრძანდა და ნათლულები დალოცა. დღეს არის ბედნიერი დღე, ხსენება 12 მოციქულისა.
და დღეს არის ნათლობა ჩვენი ნათლურების 600-ზე მეტი მოინათლა და დღეს უკვე არის 29,010 ბავშვი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ნათლურები, ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები და და-ძმები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ჩვენი ნათლურები გამოვიდნენ თავდადებული ადამიანები ჩვენი სამშობლოში. ღმერთმა სიხარული, მშვიდობა და სიყვარული არ მოგაგდოთ თქვენ და თქვენ ოჯახებს და მთელ საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არც ღმერთი. ყველას ულოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სვეტი ცხოველობა, 12 მოციქულის სენების დღე არის. ღვთისმურთხევა და წყალობა არ მოკლოთ ჩვენ ეს. დღეს ესევე არის პატრიარქის ნათლობები. ხედავთ თქვენ რომ ბავშვები მოდიან, დღეს ინათლებიან და დღეს ინათლება 7-ზე მეტი ბავშვი ინათლება დღევანდელ დღეს და ულოცავ მათ რომ ისინი ხდებიან სულეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულები. ღვთის წყალობა და მადლი არ მოყლებოდა. 12 მოციქულის მადლი შეეწიოთ მათ თითოეულ მათგანს. გაბრიელი ჩემთვის მესამე შვილია და დიდი მადლის შემობრძანებას ნიშნავს ჩემთვის ეს დღესასწაული ჩემს ოჯახში ყველას გისურვებთ რომ იგივე მადლი თქვენ ოჯახში შემოსულიყო და იგივე სიხარული გაგეზიარებინოთ თქვენც. მეორე ნათლულია ჩემი და რავი ბედნიერი ვარ რომ ეხლა პირველია რომელსაც ილია მეორესთან უწმინდესთან ერთად ნათლავდა. ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ულოცავ ყველას და ეს ბედნიერება ყველას ოჯახში ყოფილიყო მთელ საქართველოში. დევნილთა სახელმწიფო უწყებასა და მუნიციპალური განვითარების ფონდ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლებს შეიძენს. ამ პროექტის ფარგლებში 60-მა და ოჯახმა დაახლოებით უკვე მიიღო და ჯამში ვფიქრობ, რომ 71 ოჯახი მიიღებს საკუთარ სახლს თავისი მიწის ნაკვეთით ძირითადად, ანუ პრაქტიკულად ამ ოჯახებს გარდა იმისა რომ მათ უჩნდებათ ჭერი, უჩნდებათ შემოსავლის წყარობით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს პარტნიორებს ამ პროექტში მონაწილეობისთვის. მემორანდუმს, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა, მხარეები გახლავთ დევნილთა და განსახლების სამინისტრო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ჩვენ ფაქტიურად დავასრულეთ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისება. უახლოეს მომავალში შევიძენთ კიდევ დამატებით 10 სახლს, რითიც დავასრულებთ აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის 3 ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით მრავალ ახალ ინიციატივას ახორციელებს. ამჯერად სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ავტომატური სადგურის დამონტაჟების პროცესს დაესწრო. მისი საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის, აზოტის, გოგირდის, მიწისპირა ოზონისა და მტვრის ფრაქციების შემცველობა. ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში გაზომავს ჰაერში დამაბინძურებლებს. ჰაერის სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგის გამზირზე და წერეთელზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. იაპონიის მთავრობის დახმარებით გარემოს ეროვნული სააგენტო ქალაქ თბილისის ჰაერის მონიტორინგის ქსელის მოდერნიზაციას ახდენს. ეს არის ყველაზე თანამედროვე სადგური, რომლის მიხედვითაც ჩვენ დამაბინძურებლების საკმაოდ დიდ კომპლექსს 24 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში დავაკვირდებით. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გაზომავს სხვადასხვა პარამეტრს. თბილისის მასშტაბით სულ 3 ჯიხური დამონტაჟდება. მონაცემები კი ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეწოდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლების სამცხე ჯავახეთში საქონლის ნიშანდებისა და რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ. მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პარალელურად კი ცხოველებს დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებათ. ასევე ხდება სისხლის ნიმუშების აღება ბრუცელოზის გამოსავლენად. ამჟამად ვიმყოფებით ასპინძის მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროცესი, ასევე ტარდება ცხოველთა ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ. ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაცია უკვე რამოდენიმე წელია საქართველოში მიმდინარეობს. მისი მთავარი დანიშნულება არის, რა თქმა უნდა, ცხოველთა მიკვლევადობა, ასევე ეპიზოდიური კეთილსაიმედოების შენარჩუნება, ეს ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებია. და იდენტიფიკაციის პროცესი მოიცავს ცხოველებზე საყურენიშნების მემაგრებას, ასევე მათ რეგისტრაციას მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, პასპორტის წარმოებას და ფერმერის წიგნის წარმოებას. ჩვენი ძირითადი შემოსავალი არის მეცხოველეობა. ჩვენ მივდივართ მეცხოველეობას. ვინახავთ ცხვარსა და სხვილფეხა საქონელსა და მაგით ვცხოვრობთ. ეხლა დღეს სისხლი აიღეს მთლიანი საქონლიდან, ბრუცელოზე გამოსაკვლევად აიღეს, თურქულზე აცრეს. საქონელი დაპირკული ჰყავთ. არც ერთ საქონელ დაუბირკავ მთაში არ ვაგზავნით, რომ მე არ იყოს პრობლემა ჩვენ თვითონ არ შეგვექმნეს და მთლიანად საქონელი არის დაპირკული მთაში. თვითონ წყემსიც არ ღებულობს. თუ დაპირკული არა, რომ არც იმას პრობლემა არ შეექმნეს.